აქ ნახოთ ოქრიაშვილი რას მოიფიქრებს, გაგრა უტევს, მოჰამედ შერიფი, ოქრიაშვილის დარტყმა, ფილიპ კლიაიჩი ადგილზეა. პირველი ზუსტი დარტყმა კარის ჩარჩოში. პატა ხუდუშაური შევიდა საჯარიმოში, ხუდუშაური გრძელდება, შეტევა დარტყმა და კიდევ ერთი დარტყმა თუ იქნება და იქნება დარტყმა კარიდან. რამან სიაპანუ განაახლებს თამაშს, გაამწვავა ხუდუშაურმა სიტუაცია. ჩაწოდება საჯარიმოში, ბიორნ იონსენის დარტყმა, 1-0. შესანიშნავი თავური დარტყმა. ბიორნ იონსენის გოლი, უბრალოდ გაუქმდება თუ არა ეს გოლი, რა მოხდა იმ ეპიზოდში, როცა მათე ცინცაძე წაიქცა და ვერ მოახერხა წამოდგომა. ამ ყველაფერს ვნახავთ. ბიორნ იონსენმა კი შესანიშნავად ითამაშა, ბრწყინვალე თავური დარტყმა. ანგარიში გაიხსნა, თუმცა გამეორებაზე მაინც ვნახავთ ამ მომენტს და ჩაითვლება თუ არა გოლი, ვიდეო რეფერი ჩაერთვება აუცილებლად საქმეში. კოხრეიძე რას მოიფიქრებს? კოხრეიძე რა კარგად თამაშობს! პასია საჭირო, რა მაგარი გადაცემა! და გადარჩა გაგრა! რა მომენტი იყო? ყვითელი ბარათი, რომელსაც სიაყარებს პენალტი. პენალტი ინიშნება გაგრას კარში. გამეორებაზე ვნახავთ ამ ეპიზოდს. პატა ხუდუშაური ვერ ახერხებს წამოდგომას, კოხრეიძეს ბრავო, შესანიშნავად ითამაშა გიორგი კოხრეიძემ. ძალიან მაგარი მოძრაობები, პასი ხუდუშაურზე. ოდნავ ძლიერი იყო სხვათა შორის ხუდუშაურზე ეს გადაცემა, მაგრამ შეიძლება ამ ყველაფერმა საერთოდ იმასაც შეუწყო ხელი, რომ საბოლოოდ პენალტი გამოიმუშავოს. თამაშგარე ხომ არ არის? თამაშგარე არ არის. ხუდუშაური შედის საჯარიმოში და ნახოთ არის თუ არა კონტაქტი. შერიფი ხუდუშაური გაიხსნება მარჯვნივ. შერიფის ჩაწოდება, დარტყმა 2-0. თამაშგარე მდგომარეობა. თამაშგარე მდგომარეობა. გიორგი კოხრეიძის გოლი გაუქმდება, თუმცა ნახოთ, გადამოწმდება ეს ეპიზოდიც. ბრაზილიელი ოქრიაშვილზე გადაცემა, ოქრიაშვილი პასი ხარებაშვილს აჯობა, სოლომონ კვირკველია, ოქრიაშვილის დარტყმა. მეორე ზუსტი დარტყმა გაგრას მხრიდან, ორივეჯერ ოქრიაშვილმა დაარტყა და ფილიპ კლიაიჩი ადგილზეა. ლევან გეგეჭკორი. გეგეჭკორის პასი გაგნიძის გადაცემა, ჩაწოდება და ეს რა იყო ფილიპ კლიაიჩი! სეზონის სეივი დადო მე-10 ტურში ფილიპ კლიაიჩმა. ბრავო! შესანიშნავი მოგერიება, 100%-იან გოლს გადაარჩინა. ჩავარდა ქუთაისის ტორპედოს დაცვა ჯარიმა კოხრეიძეზე, ყვითელი ბარათი ნადარეიშვილს და აპლოდისმენტები ფილიპ კლიაიჩს. კიდევ ერთხელ ვნახოთ ეს ეპიზოდი. საოცრება. ფილიპ კლიაიჩის მოძრაობაზე იყო დაჭერილი თან ფილიპ კლიაიჩი წასული იყო. ის შორეული ძელის ჩასაკეტად და მარცხენა ხელით მოახერხა მოგერიება. მატეო იტრაკი, ფელიპე პირესი და ეხსნება ბიორნ იონსენი. იონსენი მიიღო ბურთი, გაიყოლა, ძალიან კარგია იონსენი დარტყმა! რამან სიაპანუ! შესანიშნავი მომენტი, უნდა გაეტანა ნორვეგიელ შემტევს. მარჯვნივ ისევ გეგეჭკორი საჯარიმოშია კაჭარავა. ჩაწოდება, ხარებაშვილი მიიღო ბურთი. პასი უკან ცინცაძე თუ დაარტყამს, მათე ცინცაძე პასი რა მაგარი გადაცემა! გაგნიძე დარტყმა! და გადარჩა ამ ეპიზოდში ქუთაისის ტორპედო. დარტყმა კარიდან, შესანიშნავი ეპიზოდი იყო. კუთხურს ითხოვს აქ გაგნიძე და მოუმატა გაგრამ. ჩაწოდება საჯარიმოში, დარტყმა 1-1. ვანდერსონ სილვა გოლის ავტორი იმსახურებდა გაგრა ამ გოლს და 72 წუთზე ბრაზილიელმა მცველმა გაათანაბრა ანგარიში. აი ახლა მოუწევს უკვე დირკ შუსტერს ნამდვილად შეტევის გაძლიერება. გაგრამ დაიმსახურა ნამდვილად ეს გოლი. ძალიან ბევრს უტევდა და საბოლოო ჯამში მოახერხა კიდეც სტუმარმა გუნდმა წონასწორობის აღდგენა. პირესის პასი ზიტა, ცრუ მოძრაობა, დარტყმა და სიაპანუ ადგილზეა. ცოტნე ფაცაცია. ფეხბურთელი, რომელმაც პირველ წრეში ქუთაისის ტორპედოს მოაგებინა გაგრასთან შეხვედრა.
მათე ცინცაძე დაარტყა შორიდან ხარიხას ხვდება ბურთი გაჭარავა რა მომენტი შეიქმნა ძალიან მაგარი შანსი შორი მანძილიდან გაისროლა მათე ცინცაძემ და მოარტყა ბურთი ხარიხას მარცხნივარის შანსი ხარაბაძეზე არა იონსენი ფელიპე პირესი ისევ იონსენი პასი ფელიპე პირესი საჯარიმოშია და პენალტი ინიშნება გაგრას კარის მიმართულებით აი ახლა ვნახოთ უკვე გამეორება შანსი ქუთაისის ტორპედოს რომ გავიდეს წინ ფელიპე პირესი პირველ თამაშიც ის გახდა გმირი და გახდება თუ არა ახლა ბრაზილიელი მოთამაშე დამატებული მეორე ტაიმზეც საკმაოდ ბევრი იქნება, ანუ გადახედავს ამ ეპიზოდს, აქაც აი ნახეთ, ასეთ შეჯახება კი ბატონო, გასაგებია, აგუსტინ პორფირიოც ბურზე ცდილობდა თამაშს, აი კიდევ ერთხელ მერაბ გიგაური ბურთთან ფაცაცია დაარტყა 2-1 ცოტნე ფაცაცია ისევ ცოტნე ფაცაცია ხდება ქუთაისის ტორპედოსთვის გმირი ანგარიში ხდება 2-1 ნახოთ ფაცაციას დარტყმა და იყო რიკოშეტი აბა ვნახოთ